გარემ რადგან მარტვილის კანიონზე მივდივარ სამეგრელო დავათვალიერო და ამიტომ გადაწყდა რომ მივდივარ სამეგრელოში და ვათვალიერეთ რასაც ვასწრებთ. ქუთაისო დავბრუნდებით ჩვენ აუცილებლად. ქუთაისო შენ კახეთის გუნდი ხარ. ეს ირაკლი. ეს გადაწყვეტილება ძღოლს არ მიუღია, მე და ირაკლი გადავწყვიტეთ და მოგოს გაიგო. არ გაჩერდება. რა თქმა უნდა, ბავშვებს გული არ დაუწყვიტე და გზა გავაგრძელე მარტვილისკენ. გამოვიდი მარტვილში და ირაკლი ხალხს მეგობარი რომელმაც გვიქცია რომ კანიონზე ასაფილებ გაკეთა და სულები არისო. ისე გამოვიდი მარტვილის კანიონზე გაჭედილი შემოვედი და სადღაც ყოფილი. და იმართო განლამედია, მაგრამ ახლა გასცი ჩამოდის, მაგრამ ხო ძალიან არასერიოზულად მეცდა ასეთი კანიონზე. მოვედით მარტვილის კანიონის შესასვლელთან და რაღაცა ტიპიკურად ნაბარო დაკეტილი არის, წყალი მივარდაო და მეც გიყვართ მაგარი ჩანჩქერის ტურები ვიციო და ნახოთ აბა ხა დაკეტილი არის თუ რა არის, ხალხი კი არის ბლომად. შესასვლელში საკმაოდ მოწესრიგებული სიტუაცია. საქართველოს მოქალაქეებისათვის ბილეთის ღირებულება 12 ლარია, ნავით გასეირნების მსურველთათვის 20 ლარი, ხოლო 6 წლამდე ბავშვებისათვის შესვლა უფასოა. სტუდენტებზე ფასდაკლება არ აქვთ. არ არის დღეს ნავით გასეირნება, აქვთ მხოლოდ ზიპლაინი და ფეხით გასეირნება. რა თქმა უნდა, ჩვენ გადავწყვეტეთ ფეხით მოდიალი. ნელა გვინდა რომ დავათვალიეროთ. ულამაზესი სანახაობა ახლა დამწვანებულ ტყეში კამკამა აბაშისწყლის ხეობა. პირველივე ჩანჩქერზე გადასახედმა აკვაფორიაქა მისი სიმაღლითა და სილამაზით. კანიონის ტერიტორია ტურისტების სიმრავლის და მიუხედავად საკმაოდ მოვლილი, სუფთა და კეთილმოწყობილია. კომპლიმენტად ჟღერს ის ერთადერთი უარყოფითი, რაც შემიძლია აქაურობაზე ვთქვა, ბილიკის სიგრძე დამაკლდა. ლოგიკურია, ასეთი ჰარმონიული სივრცეა ვერასოდეს იქნება საკმარი. საკმაოდ ლამაზი არის. სავარაუდოდ ეს არის დასასრული ნავების ტურის და რა ვიცი, დღეს ჩვენ არ გაგვიმართა, მაგრამ ვისაც გაგიმართებთ, მე მგონი რომ არიანებ ძალიან ლამაზი არის. დისკებით ძალიან ლამაზად ჩადის. შემდეგი სად მივდივართ? ბალდის არა. ჩანჩქერია? სამანქანო გზა თითქმის ჩანჩქერამდე მიდის. მდინარეშიც კი ბეტონის ფილებია ჩაწყობილი, თუმცა ჩვენ გადავწყვიტეთ მდინარის ნაპირიდან დარჩენილი მცირე მონაკვეთი ფეხით გავგულო. რამოდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მშვენიერ ადგილს მივადგეთ, რომელსაც კიდევ უფრო ალამაზებდა მთიდან დაშვებული წყლის ნაკადი. ჩვენი შემდეგი მიმართულება ტობას ჩანჩქერი იყო. გზის მიუვალობასთან დაკავშირებით ადგილობრივების გაფრთხილების და მიუხედავად უკან მოგროვნება არც გვიფიქრია. ვიფიქრეთ. რაო დავით, ვერ მივდივართ? ცოდუა მანქანა, ცოდუა. უკან მოვრუნებულები დადიანების სასახლეს ვესტუმრეთ სალხინაში, რამაც სრულად დაგვავიწყა ტობაზე ვერასხვის იმედგაცრუება.
ყველაფერი ხაზებში გასწორებული, მოვლილი, დავარცხნილი, მოკლედ ბუნების მოყვარული პერფექციონისტებისათვის ნამდვილი სამოთხე დაგვაქვს. მამაზია არა ახაურობა. ლამაზია. კარგია. კარგია. ბოლო რაც ამ დღისთვის მოვასწარით სანახაობებით დახუნძო სამეგრელოში წაჩხურის მთავარანგელოზთა მონასტერი იყო, რომელსაც მისი წმინდა სასწავლო მოქმედებიდან გამომდინარე არასდროს აკლია მომლოცველი. განსაკუთრებით აღდგომის ბრწყინვალე 7 იულის კვირაში, როდესაც წაჩხურობა აღინიშნება. ჭამოთ. არაფრით გამოვიდოდა სამეგრელოს ტურის დასრულება მეგრული კერძების დაგემოვნების გარეშე, რისთვისაც რესტორან ოდას ვეწვიეთ. სამე მეგრული ხო? ეს რა არის ძალიან კაი მჭადი ზეჩი ორგარებს ვაფშე. რა გვინტერესებს რას გვირჩევთ მეგრულ კერძებს? ელარჯი კუჭმაჭი აი მოკლედ გემჟელია გვინდა ერთი. ელარჯი გვინდა სამი ხო? აუსტრი რამხელა პორციის, აუსტრი კი არა, ხარჩო რამხელა პორცია. ერთი გეყოფათ ელარჯი და ამდენადან ვერ შეჭამთ. სამწუხაროდ ელარჯი და გემჟალი არ არის. დიდი ხათრი გვაქვს თქვენი, მაგრამ ყველი არა გვაქვს. ხათრი გვაქვს, მაგრამ ყველი არა გვაქვს. მეგრულებზეო ვერაო ბოდიშიო. იმერულები რაც კიდე თუ ითხარით, იმერული ხაჭაპური. მაგრამ დაურჩით ესე მშივრები. არა, სანაპიროში ხომ ვიყავით. რესტორანი სანაპირო. რესტორან სანაპიროში შესანიშნავი გარემო და უგემრიელესი მეგრული სამზარეულო დაგხვდა. მხოლოდ ყველიან კვერებზე გაიყო ჩვენი აზრები. აი, ძამილი. ახლა ვიგეთქვი. აი, ძამილი სომა. მე თავი მიგება ის სამი 2 seconds later. ვიკა. მოდი. სადღაც მარტოიდან მოხსენიოთ ყველა იმ ადამიანის ცოცხალი სული, ვისაც ხელფილთან და არის. ნამდვილად. ხსოვნა იყოს. ამ ქვეყანაში. ყველაფერი ძალიან კაი იყო, მაგრამ ეს რეკლამა ყოფილიყო უფრო კაი იქნება. ეს რო დასპონსორებული ყოფილიყო. აი მაშინ რო დავუგზავნე და ვახოლოვე. 100,000 რო ტომაზიო ჩვენი მანქანები. 100,000 გამომწერზე მარტვილის 150 ლარიანი ეს ჩვენი ტურის ბილეთს ვაჩუქებთ 4 ადამიანს. გათამაშება ჩატარდება რენდომ პრინციპით. გამომწერთ მეგობრებო 100,000-ამდე სულ ცოტა ხან მოგჭა. ორმოცდაათნი უკვე ვარ. მაგრამ ეს სამი დავჭით ბიჭო. დაგვაფოლოვეთ მეგობრებო და გამომწერეთ. აი გაგობასეთ. სული და გული ბიჭო. აბარა ეხ მარტვილო შენ კაფე. სიტა მოტავხია როლიკა. უკანა გზაზე ქუთაის მაინც ვერა უარეთ გვერდი. მოვინახულეთ ღამის ულამაზესი ბაგრების ტაძარი.
თეთრი ხიდიდან გადავხედეთ რიონის ტალღებს და შევთანხმდით, რომ როგორც დაწვება უნდა გავფრინდე ჩემს ქუთაისში როგორც დაწვება უნდა სრულდეს რაც მენატრება შენი კაბაბი უნდა მიჭამა პიკენტიძია ოდიში პიკენტიძია აუცილებლად გესტუმრები